სურამში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სასმელი წყლით 24 საათიან რეჟიმში ისარგებლებენ როგორც მოსახლეობა, ასევე დამსვენებლები. ობიექტი დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. დავასრულეთ დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად დაახლოებით 2200 ოჯახს სრულად მიეწოდება 24 საათიან რეჟიმში სუფთა წყალი. აქედან დაახლოებით 1000 ოჯახს პროექტის განხორციელებამდე საერთოდ არ მიეწოდებოდა წყალი. დარჩენილია რამოდენიმე რთული უბანი, სადაც დაახლოებით 210 ოჯახი არის. პროექტი განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. დაბა სურამს 2 დღეში ერთხელ მიეწოდებოდა წყალი და პროექტის დასრულების შედეგად ყოველდღიურად მიეწოდება სუფთა წყალი.